7-თვიანი პატიმრობა დასრულებულია. კოალიცია ცვლილებისთვის ერთ-ერთმა ლიდერმა ზურა ჯაფარიძემ რუსთავის ციხე დღეს დილით დატოვა. ჯაფარიძეს ოჯახის წევრები და მხარდამჭერები 11-ის ნახევარზე სასჯელ აღსრულების დაწესებულებასთან უნდა დახვედროდნენ. თუმცა ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ციხიდან დაპირებულზე ადრე დილის 8 საათისთვის გაუშვეს. საბოლოოდ ზურა ჯაფარიძე ოჯახის წევრებს, მეგობრებსა და მხარდამჭერებს საცხოვრებელ სახლთან შეხვდა. ზურა ჯაფარიძის გათავისუფლების შესახებ განცხადება გაავრცელა პენიტენციურმა სამსახურმა. უწყება ამტკიცებს, რომ ჯაფარიძისთვის გათავისუფლების შესახებ კონკრეტული დრო არ უთქვამთ. თავად ოპოზიციონერი კი მიიჩნევს, რომ ქართულ ოცნებას სურდა ხალხს არ ენახა, როგორ დატოვა ციხე და როგორ დახვდნენ მას მოქალაქეები. რამდენიმე დღის წინ ვიკითხე ზუსტად რომელ საათზე გამიშვებდნენ და მითხრეს, რომ მზად უნდა ყოფილიყავი დაახლოებით 11-ის ნახევრისთვის. არა ისე მოხდა, რომ დილას 8 საათზე გამომდგეს გარეთ. აი რა გითხრეს მიზეზი როგორ არაფერი არა უხსნიათ, უბრალოდ მითხრეს, რომ უნდა ჩამელაგებინა ყველაფერი და გავსულიყავი და ჩასალაგებელი არაფერი არ მქონდა და მაისურით ვიყავი, გუშინ უნდა შემოეგზავნათ ქურთუკი, მაგრამ არ შემოუშვეს, იმიტომ რომ ძალიან სქელი არის და სტანდარტებში არ ჯდებოდა და ამიტომ მაისურით გამომიშვეს დილის 8 საათზე. ტაქსი იყო გაჩერებული და დაახლოებით 1 საათში მოვახერხე ტაქსი იყო გაჩერებული და იმის ტელეფონით დამეხმარა, რომ დამერეკა ატასთვის და მეთქვა, რომ გარეთ ავართ. და მე მეგობარმა ტაქსი ელოდებოდით და ხალხი არავინ არ იყო. ტაქსიც არ ელოდებოდი, გარეთ არავინ არ იყო, სული სიცარიელე იყო და დაახლოებით 1 საათი, შეიძლება 40 წუთი ვერ მოვახერხე დაკავშირება ვერავისთან, რომ მეთქვა, რომ უკვე გარეთ ავართ. ოჯახთან შეხვედრის შემდეგ პირველი რასაც ციხიდან გათავისუფლებული ზურა ჯაფარიძე გააკეთებს რუსთაველის გამზირზე პროტესტის მონაწილეებთან შეხვედრა. კოალიცია ცვლილებისთვის ლიდერმა თქვა, რომ სანამ გარეთ არის, დროს მაქსიმალურად ეფექტურად გამოიყენებს. დღესაღამოს რუსთაველზე ვაპირებ გასვას, კი. რასაც ვაპირებ არის, რომ რაღაც შეხვედრები ვიყავით, დაგეგმილი მაქვს, იქიდან ვეცარ, რომ დამეგეგმა და ყველასთან, ოპოზიციის სპექტრთანაც, პარტიებთანაც, აქტივისტებთანაც, რა ვიცი, ბევრი ადამიანი გამოჩნდა, ვინც საჯაროდ ლაპარაკობს და ხო ვიღაცები შეიძლება არც აქტივისტი დაურქვია საკუთარი თავისთვის, არც პოლიტიკოსი დაურქვია, მაგრამ უსმენდი ციხიდან რაღაც გასაგებად ლაპარაკობდა და გულწრფელობა მოდიოდა. ვინმეს გჯერათ, ეხლა აქ ვინც გახდა თბილისიდან შეიძლება აშხაბადი გამოვიდეს? ჯერათ მართლა ხო ვითომ რაღაცა დეპრესია და ნიჰილიზმია და ისაი და ეს არის, მაგრამ ვინმეს გულწრფელად ჯერათო თბილისიდან აშხაბადი შეიძლება გამოვიდეს? არ გამოვა. თბილისიდან აშხაბადი რუსებმა ვერ გააკეთეს, ერთი საუკუნის წინ როცა გადააუთავეს ეს ქვეყანა და გაჟდიტეს ამ ქვეყნის საუკეთესო ნაწილი. ანუ ნებისმიერ შემთხვევაში ამათმა როგორც არ უნდა იწვალონ, რაც არ უნდა ეცადონ, იქნება აშხაბადის კიჩი, სასაცილოები იქნებიან. ეგ არის რაც იყო, ხო სასაცილო იყო, იმიტომ რომ იქ ვიღაცები როზიან, ისინი მართლა დიქტატორები არიან და ყობაყიძე ვინ ჩემი ფეხებია. ჟურნალისტებმა ზურა ჯაფარიძეს ეგრეთ წოდებულ საბოტაჟის საქმეზე წაყენებულ ახალ ბრალზე კითხეს. ჯაფარიძე ამბობს, რომ ახალი ბრალით ივანიშვილი სისხლის სამართლის საქმის ფიგურანტებს რეალურად ორ არჩევანს თავაზობს. გაჩუმება ან ქვეყნიდან წასვლა. მისივე თქმით, ამას არც ერთი ოპოზიციონერი არ დათანხმდება. გზავნილი არის, ეს მარტო ჩემზე არ არის, ჩემზეც, ლაკაზეც, გვარამიაზეც, ვაშაძეზეც. ღია ტექსტით გვეუბნებიან, რომ ცოტა ხანი გამოგიშვებთ, რომ შეიგზნოთ ხელახლა რა არის თავისუფლება და მერე გადაწყვიტეთ, ან უნდა გაჩუნდეთ, ან უნდა ქვეყანა წახვიდეთ. არავინ ამის გამკეთებელი არ არის, ამიტომ მე რას იზავენ. არა, არც არ ვაპირებ ცხადი, არც მე ვაპირებ და არც არავინ არ დააპირებს, რამდენიც მე ვიცნობ ამ ადამიანებს და ჩქონია რომ კარგად ვიცნობ. ამიტომ მე რას იზავენ არ ვიცი. მე არ მგონია რომ აიზამეს ეხა გადაწყვეტილი ქონდეთ უკვე, ჩაქვსამენ თუ არა 7 წლით ან 15 წლით, ალბათ გზადაგზა გადაწყვეტენ მაგრას, მაგრამ რატომაც არის ჩამოკიდებული, მაგით უარი რომ რაღაცა მუდმივად ამ განცდის ქვეშ იყო, რომ შეიძლება რომ ცოტა დრო გაქვს და შეიძლება ნებისმიერ მომენტში ჩაქვსან ციხეში. ამიტომ ჩვენი ამოცანა რაც არის რომ უნდა მაგანთრით იყოთ, რომ ხო შეიძლება ძალიან ცოტა დრო გქონდეს და ეს ცოტა დრო სანამ გარეთ ვართ, რაც შეიძლება ეფექტურად გამოვიყენოს. ზურა ჯაფარიძე მიიჩნევს, რომ საბოლოოდ ყველაფერი ივანიშვილის რეჟიმის მარცხით დასრულდება, თუმცა ამისთვის კონკრეტული ნაბიჯების გადადგმაა საჭირო. მისივე თქმით, ოპოზიციის ერთობის გარეშე არაფერი გამოვა, ერთობის შანსი კი ახლა იმაზე დიდია, ვიდრე ოდესმე. ბევრს ხედავ ისეც, რომელიც 3 წელი, 4 წელი მე რომ ვეუბნებოდი, რომ ერთობის გარეშე არაფერი არ გამოვიდა, საწინააღმდეგოს მითქისებ და ეხა უსმენდი და ეთერებში ლაპარაკობდი, რომ ერთობის გარეშე არაფერი არ გამოვა. უფრო დიდია ერთობის ჩემი აზრით გაცილებით, შეუდარებლად. არ ვიცი ამას ლიდერი დაერქვა თუ რა დაერქვა, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში მაგის გარეშე არაფერი არ გამოვა, მგონია რომ უკვე ბევრმა გაიაზრა.
ანუ ამ აქაც არიან ეხა ეზოში ეგეთები. ამ მიმართულებით კი, რა თქმა უნდა. მაგის გარეშე არც აზრი არ აქვს უბრალოდ. მომდევნო უახო ეს გეგმები რა გაქვს გარდამიცვალ დღეს რუსთაველამდე. დღეს რუსთაველამდე არაფერი საღამოს ვაპირებ რუსთაველზე გასას, მანამდე ოჯახთან ერთად მინდა დღეს რო ვიყო. სურაბ ჯაფარიძეს 7 თვიანი პატიმრობა მოსამართლე ჯვებენაჭყებია 23 ივნისს მიუსაჯა. მას პროკურატურა წულუკიანის კომისიაზე გამოუცხადებლობას ედავებოდა. საქმეზე ჯაფარიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო ჰქონდა შეფარდებული. მან გირაოს გადახდაზე უარი განაცხადა, რის შემდეგაც აღკვეთის ღონისძიება პატიმრობით შეიცვალა. შედეგად გირჩი მეტი თავისუფლების ლიდერი 22 მაისს სასამართლო დარბაზში დააკავეს. სურაბ ჯაფარიძესა და ოპოზიციის 7 ლიდერს ახალი ბრალი პროკურატურამ 8 ნოემბერს წაუყენა. ჯაფარიძეს საბოტაჟსა და უცხო ქვეყნისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარებას ედავებიან. არ არის გამორიცხული, რომ მას შემდეგ რაც დაპატიმრებული პოლიტიკოსების ნაწილი სასჯელ აღსრულების დაწესებულებას დატოვებს, ახალი სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში ოპოზიციონერები რამდენიმე თვეში ისევ ციხეში შეაბრუნონ.